ეს არის თამაში რვანი, ფინალში გავიდა ორი მოთამაშე, მერი და კეთი. კითხვებზე პასუხის გასაცემად მათ კვლავ 90 წამი ეძლევათ და ყოველი სწორი პასუხი ფასდება უკვე 50 ლარად. მაშასე, ვიწყებთ ფინალს. მოემზადეთ. დრო ჩაირთო. რომელ კონტინენტზე ბინადრობენ ბიზონები? მერი. ავსტრალიაში. ჩრდილო ამერიკაში. მეცნიერების რომელ დარგში მოღვაწეობდა ნიკო მუსხელიშვილი? კეთი. მათემატიკა. სწორია. რა ქვია ჩინელებით დასახლებულ კვარტალს არაჩინულ ქალაქებში? კეთი. ჩაინათაუნი. სწორია. ვისი სიტყვებია, როგორც უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზე და მერი. ვაჟა. რაფიელ ერისთავის. რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო მაკინლი? მერი. ამერიკის შეერთებული შტატები. სწორია. სადაური კომპოზიტორია იოზეფ ჰაიდნი? მერი. გერმანელი. ავსტრიელი. სადაური ავტომრბოლელია ფელიპე მასა? კეთი. მასა კოლუმბიელი. ბრაზილიელი. რომელი როკ მომღერლის ცოლი იყო კორტნი ლავი? მერი. ნირვანას სოლისტი კურტ კობეინი. სწორია. ამერიკის შეერთებული შტატების რომელ შტატშია გრენდ კენიონი? კეთი. არ მახსოვს. არიზონაში. რომელ ომს აწარმოებდა ინგლისი და საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ 1853-55 წლებში? მერი. არ ვიცი. ყირიმის ომს. სადაური კომპანია ინდეზიტი? კეთი. ინდეზიტი იტალიური. სწორია. რუსული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის ლეიბა ბრონშტეინის ფსევდონიმი? კეთი. არ მახსოვს. ლევ ტროცკი. მალტის დედაქალაქი? კეთი. ვალეტა. სწორია. საქართველოს რომელ მეფეზეა საუბარი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში? მერი. აშოტ კურაპალაძე. სწორია. და დრო ამოიწურა. მერი, თქვენ იბრძოდით როგორც ესე იგი მდედრი ლომი, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ კეთისთან. თავიდან ქონდათ ორი შეცდომა და ამან ეთყობა განაპირობა ის, რომ თქვენ წააგეთ. თქვენი 700 ლარი გადადის ავტომატურად კეთისთან და ვითხარით. თქვენი აზრი, რატომ წააგეთ? ნუ დავართ კეთი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო. რა თქმა უნდა. დიახ. მაგრამ თქვენც არ ახართ ესეთი სუსტი. ასე რომ ალბათ სხვა დროს მოიგებთ. მადლობთ მერი. ეს არის თამაში რვანი. კეთი, 70 წამში თქვენ უნდა გამცეთ 6 სწორი პასუხი. გამარჯვების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 1600 ლარს. ხოლო თუ 70 წამში 6 სწორი პასუხი ვერ გამეცით, ფინალში მოპოვებული 1600 ლარი უნდა გადასცეთ თამაშის რომელიმე სხვა მონაწილეს. ეს არის თამაში რვანი და ჩვენ ვთამაშობთ სუპერფინალს. მაშასე, დრო ჩაირთო. ირანის ფულის ერთეული? რეალი. სწორია. რა ტერიტორია გადასცა რომის პაპმა ესპანეთს და პორტუგალიას 1493 წელს? არ ვიცი. ამერიკა. სპორტის რომელ სახეობაში გაითქვა სახელი რუბენს ბარიკელომ? ავტორბოლა. სწორია. რომელ კუნძულზე დაიბადა ბერძენი მეცნიერი არქიმედე? არ ვიცი. სიცილიაში. რომელ კინო მიუზიკლშია ფონ ტრაპების მომღერალი ოჯახი? მუსიკის ჰანგები. რისი სახეობა ლანდო? ედისონ ტრანსპორტის. ძველებური ეთლი? სწორია. რომელ დაავადებას ეკუთვნის დიზინტერია? ინფექციურ და სწორია. რომელი მწვერვალის დაპყრობით დაიწყო ევროპული ალპინიზმის ისტორია? ჯამალუნგმა ევერესტი. ევროპული ალპინიზმის ისტორია დაიწყო მონბლანი. სწორია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი? თამას გამყრელიძე თუ არ ვიცი. სწორია და თქვენ მოიგეთ 1600 ლარი. ხმერთო. კეთი. უკაცრავად. იცით ამ დროს მე ვსვამ ხოლმე კითხვას, რაც გრძნობთ, მაგრამ ეს ისე გამოხატეთ თქვენ, რომ კითხვას ემოციური ადამიანი ვარ საერთოდ. ძალიან მიხარია რომ და მთელ ჩვენს ჯგუფს ასე უხარია ძალიან რომ თქვენ ასე გაგიხარდათ. დიდი მადლობა. რა სიტყვით, რაში გამოიყენებთ ამ თანხას? იცით, აქამდე ვფიქრობდი, ვიდრე მოვიდოდი, არის ესეთი გამოთქვა ქართული ანდასა, ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო. და რადგანაც გადავხტი უკვე, აი შინ მიმავალ გზაზე დავფიქრდები, რაში დავხარჯა. კეთი, ჩვენ თამაში თქვენ იცით ასეთი წესია, თუ თქვენ ვერ მოიგებდით, ვიღაცისთვის უნდა გადაგეცათ ეს თანხა. ყავდათ ასეთი კანდიდატურა? დიახ, მერი. მერი. დიახ. ესე იგი მერის თამაში ყველაზე მეტად მოგეწონა. დიახ. მადლობთ.
ეს იყო თამაში 8, თამაში რომელშიდაც ყველაფერი ხდება, თამაში სადაც მკაფიოდ ვლინდება თითოეული მონაწილეს ხასიათი და ბრძოლის უნარიანობა, თამაში სადაც წაგებულსაც აქვს სოლიდური თანხის მოპოვების შანსი. მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს თამაში და მოიგეთ 1600 ლარი.